სად ხდება ეს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება? სად არიან ეს ხალხი? რატო აძლევენ პატარა დანიის დაჩაგურის უფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებს? აი ელემენტარული კითხვას ვსვამ, რატო იძლევა ამის საშუალებას? მსოფლიოს პროგრესული საშუალება რა, ესა საზოგადოება რატო უშვებს ევროკავშირისა და ინგლისისა და ამერიკასა და გერმანია? სხვა არაფერს ხო არ აკეთებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე. სხვა ხო არაფერი მოხდა ყირიმთან დაკავშირებით. აი ხო სხვა ხო არაფერი მოხდა. არა მაინტერესებს. კითხვას ვსვამ და თუ გამცემს ამაზე პასუხს ვინმე. ამას რას კადრულობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? როდესაც იგივეს უკეთებდნენ, როდესაც ტერიტორიებს ართმევდნენ, სერბეთს ბომბავდნენ, მიწასთან ასწორებდნენ, ხოტაშს უკრავდა სულ ყველა, რომ აი დემოკრატიული დასავლეთი ამას არ მოითმენს, იმას არ მოითმენს შუა ევროპაში, მილოშევიჩის ასეთ რეჟიმს, ისეთ რეჟიმს. მართლმადიდებლური სერბეთი რომ გაასწორეს მიწასთან, როგორც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა აფხაზეთი, ისე წაგლიჯეს კოსოვოს სერბებსაც და იქ 1000 უბედურება და 1000 ბოლო გაღარიბებული ურანით დაბომბეს სერბეთი, რომელიც ხიროს საერთო ჯამში დარჩენილი რადიაციული ნარჩენებით უფრო მეტი არის, ვიდრე ხიროსიმა და ნაგასაკის დაბომბვა, და თუ არის სერბეთში გავრცელებული ყველაზე მეტად ევროპის ტერიტორიაზე ესა რა ქვია ონკოლოგიური დაავადებები, რომ ამ დაბომბვის ის იყო. სერბეთის დაბომბვა შეიძლება და მთელი დასავლეთი, მათ შორის დანიაც, მათ შორის ინგლისიც, გერმანიაც, ამერიკის შეერთებული შტატები ბომბავდა. ახლა ერთმანეთში რა ხდება? ანუ იმათთვის შეიძლებოდა ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ მოკავშირე ჭამს და ყლაპავს. ძლიერი სუსტს, მაგრამ სადაა ღირებულებები? ნუ არა მარტო ამერიკა მცნო, ესპანეთის გარდა ევროპაში თითქმის ყველა მცნო. ხო, რასთან აგვაქვს? და ახლა საინტერესო პრეცედენტს მინდა მე შევეხო და საინტერესო პარალელი გავავლოთ. აი ძალიან საინტერესო პარალელი მინდა გავავლოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირველ რიგში ხო არა რუსეთს და პუტინს შორის შეთანხმება ის, რომ რუსეთი დაგლიჯავს უკრაინას, ნაწილ-ნაწილ გადაყლაპავს და ამაზე ისა რა ქვია ამერიკა ხმას არ ამოიღებს. სამაგიეროდ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გადაყლაპავს გრენლანდიას და წაართმევს დანიას, ამაზე რუსეთი არ ამოიღებს ხმას და არ დაუდგება გვერდით. შორის არსებობდა მე-20 საუკუნეში ესეთი მომენტი, როდესაც ისლანდიის დაჩაგვრა, როდესაც უნდათ ისლანდიამ გამოაცხადა, რომ თუ ისლანდიის დაჩაგვრას გააგრძელებდნენ ეს დიდი ქვეყნები, თევზზე და საზღვაო აკვატორიაზე იყო საუბარი, ისლანდია დახმარებას საბჭოთა კავშირს თხოვდა. ელემენტარულს ვამბობ. და მაშინ სხვათა შორის გაითვალისწინეს ისლანდიის მოთხოვნები და საბჭოთა კავშირისთვის დახმარება რო არ ეთხოვა დაცვის შესახებ, თუმეტეს ნატოს წევრი ქვეყანა იყო, გაანიბეს თავი. ამ შემთხვევაში დანიამ ვის უნდა მიმართოს? სად უნდა იჩივლოს დანიამ? ინგლისთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, თუ ამერიკაში ხო არ იჩივლოს? გაეროში. არ გამოდის ბიციკო. მოვაცილოთ ერთი ეს ნიკალოზიო თუ ვინცა, ძალიან ბიძია შენ მოცილდი აქედან და გვაყენი ნორმალური ხალხი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში მე ვატყობ, რომ ეს შეთანხმება არის დიდი ალბათობით უკვე რუსეთს და ამერიკას შორის დადებული ხელშეკრულება ყირიმის აღიარებით, უკრაინის ტერიტორიების აღიარებით, სხვა ბევრი რამის აღიარებით და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ისტორიულად თუ დაუკვირდებით პრეცედენტებს, ყოფილა თუ არ ყოფილა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ომი, ყოფილა.